გოგი. გოგი. მესმის ქალბატონო, მესმის. რა გჭირს გოგი? ამჯერად გარეთ რო შემოდიოდი, ჟღრიალის ხმა ვერ გაიგეთ? რა ჟღრიალის ხმა? ფარხმალი დავყარე რა. მოდი აქ. დაიხარე. შეყვარებული ხარ. ხო. იმის შვილი. კი. მერე რა ყურები ჩამოყარე? ხო გაიცანი ის გოგო, იქნებ მოეწონე. შვენიერი ბიჭი ხარ, ახალგაზრდა ამხელა კლინიკის პედიატრი. კარგი და ხო იცი თუ ეგ ნაცნობობით ვარ არა. მართლა ბლეყვერტია. ეგ ხო, მაგრამ ეხლა სადმე და სადი ის. ეგ ხო, მაგრამ მაინც ეგრე ნუიტყვი. აი მაგალითად ჩემი მეორე ქმარი აღორძინების ერთ-ერთი ლიდერი იყო. მოვედი მე ხალხო. გამარჯობა გოგი. დამსვი ჩემ ადგილას. უკაცრავად. გამარჯობა ქავტონო. ირაკლი, შენ მართლა კისერი გაგიშეშდა? დიახ ქავტონო. ეგ არაფერი. ისე ირაკლი ბიძა მთელი კლინიკა ლაპარაკობს, რა იშოვა ასეთი გვერდზე რო არ იყურება. რა გვერდზე არ იყურება. ჩემი კისრის გაშეშება იქნებოდა ეხლა. რატომ არ იქნებოდა ირაკლი? რატო და? მარიკას ნათესავი როა. ელენე. იმის შვილი. დაგვადიჟა პიკნიკზე მე და მარიკა. ელენემ პიკნიკზე ბოდიში და ირაკლი ბიძა წეგან ცოტა ზედმეტი მომივიდა და ხო და ეხლა ამ გაშეშებული კისრით მე საწავალა, მითხარით ყეღრე უნდა ვიარო რა. რა პრობლემა არის ნერვიულოთ ირაკლი ბიძა? კარგათაც ჩავალთ, კარგ დროსაც გავატარებთ, კარგათაც ჩამოვალთ. არაფერს არ თუ. თუ ზედმეტია მან ყველა სიტყვაში. კარგი და წამოვალ რა მესა ირაკლი ბიძია რა. როგორ წამოხვალ? ჩემთან რომ მოხვედი სახში? ასე. ვარდებით? რატო ვარდებით ესე? შამფურებით. არა. არა და მაშინ ტელეფონი არ გამორთოთ ბაბუა ჩემი დაგირეკე. გამორთული მაქვს უკვე. მეილი? კარგი, ხო, პიკნიკზე მიდიხართ და სად მიდიხართ? საგურამოში? არა. ცხეთაში? არა. კოჯორში? არა. ესე ყველას ოდის გამოურიცხავ. გოგი, შენი წასვლის დროა. ხო, ისე როგორ ვერ გავარკვიე რა, სად მიდიან და. კავატონონა. გისმენი ირაკლი. კავატონონა. რა მაინტერესებს იცი? კითხვა მაქვს თქვენთან. აი ხა მე კისერზე ვისვავ ხელს, ჰა? კი. ვა. ვერაფერს ვერ ვგზნობ, ხო იცი შენ? ასე? არა. ასე. არანაირი სხვაობა არ არის. ირაკლი. წეგან რაღაცა პიკნიკზე მივდივარო და სად მიდიხართ აბა მაინც რო ვიცოდე სამინისტროდან რო დარეკონ. სამინისტროდან რატომ უნდა დარეკონ? რა ვიცი, შემოწმებაზე რო დარეკონ. რა შემოწმებაზე უნდა დარეკონ? თუ მეუბნები მითხარი სად მიდიხარ თუ არა და. და მკითხე და არ გითხარი ქავატონონა? რამინი ბიძია რა დროს ქორწილია, კარგი რა. ამას გაუცვია სხვა გოგო, ანანო. არა, ის სხვა. კარგი, რას ქვია, რა მნიშვნელობა აქვს, გამაგიჟებს ეს კაცი. ერთი გავუხსნი, ეხლავე გამოვალ. მომისმინე, კარგად მომისმინე. კოტიკო. ანანო გვინდოდა ბიძა შენისთვის, გიგლასთვის. სანამ იმ შენ ჯიჟბიცოლას მოიყვანდა. ხო, გააცნო მანანა, მოემანანა არ გამაგონდა. ესე იგი ანანოზე ამბობდა გიგლა ბიძია, ვიღაც თბილისელი გოგო მეხვეწებოდა და უარი უთხარიო. მოკლედ, მოატარეთ ეს გოგო რა, მოატარეთ. მაგრამ ეხლა ეს აი გიგლას ბიჭი 13 წლის გახდა და იმას გაურიგეთ ეს ანანო. კიდე თვითონ რამინის. გაჩერე, სერიოზულად ველაპარაკები ადამიანს.
მოკლედ კოტიკო, ელენე არის ძალიან კარგი ვარიანტი. აი, ჩვენ რომ გვაწყობს, ჩვენც და შენც, ხო, უნდა დაელაპარაკო. არა, ჩვენც კი დაველაპარაკებით, ხან ისე ვეტყვით, ხან ასე ვეტყვით, მაგრამ შენც ხო უნდა დაელაპარაკო, არა, ქორწილიც გექნებათ. შენ რაღაცა მოსაგონარიც ხო უნდა გქონდეს თვითონ. გამაგიჟა. კარგი რა. კარგი გოგოა ეს ელენე. მაგრამ სად ის და სად მე? მოიცა ბაბუა შენი რა ნაკლებია, გამაგებინე. შენ მოიცადე სიმიდრე მარტო ფული ხო არ გონია, კოტიკო? ნიჭი განათლება, გონება, ჭკუა, რა ვიცი. რა ვიცი, სახელი, ნათესავები? ჩვენ? კარგით რა, მოხეწებით რა, აღარ მინდა ამის მოსმენა. აღარ უნდა მოსმენა და მოიცა რომ დაგიწერო წაიკითხავ. აი ფხუკიანი ყოფილი. მანანა, გამაგო. გაჩერდი ხა ბავშვმა არ მოისმინოს, მე რამდენჯერ გაგაფრთხილ. რაღაცნაირი ტიპია, რა ეს გამოაშტერა ამ ციგნებმა, შტერი. კეთება, აბა რა იქნება? სულ კითხულობს ეს ბავშვი რა, კითხულობს. მე რას ვფიქრობ, იცი? მე მგონი როძინავს მაშინაც კი. გაჩერდი არ გოსნით. რატო გეუბნები ეხლა? უსტუმ იხეთქავ რა. წუხელა აბდეკი და ოთახთან რო ჩავიარე, გავიხედე, შეღებული ქონდა. ეხლა კარები მე შენ ხო იცი ესე რო მასინა რა. ხედავ კაცო, ხო ზინავს ესე კეთება. ზინავს ეს უჯროს ხელები. მე რა შეშება. ვიტამშლი და მე ეს დახურა ესე და დადო ესე. გვერდს და გადაბრუნა იქით დაიცი. აი, რაღაცა ნერვები აღარ მაქვს. ყოველდღიურად ვიზავდი რა დიდი ხმიდან აქ. გაჩერდი შენ კიდე დალიემიდი რამე შეჭამე. მარიკა, მითხარი რა დედა ჩემარეები კითხე ჩემზე? არაფერი. აი, მითხარი, თორემ ამიდას დაგიძახებ. რაო და? იგი შენ გააგებინო რამე მაგ ბავშვს და ჩვენთან ჩამოვიდეს აქო. აუ, არ მინდა რა, შვეიცარიაში წასვლა, საქართველოში მინდა ცხოვრება. ძნელი გასაგებია. აი, ცოტა კი. მარიკა, მომისმინე. დამოუკიდებლად მინდა რომ ვიცხოვრო. არ მინდა მაგათი ფული. გადავალ ჩემთვის და ვიქნები ცალკე. აჰა, ეს ცალკე რო გადახვალ დამოუკიდებლად ძალიან კარგია, მაგრამ იმ ბინის ფული ვინ უნდა მოგცეს? ნუ ეხა ჯერ ბინას ვიყიდი და მე აღარ მინდა მაგათი ფული. მოვედი. მოხედი ირაკლი. აი, ელენეც მოვიდა. ვა, კარგია. ნახე რა ჭირსო გითხარი რა დღეშია? აჰა. მიხარია ელენე, მიხარია აქ რო ხარ. აბარა მარიკას ერთი ნათესავი ხო ყოველთვის უნდა იყოს ჩემს სახლში. ერთი რატოი რა? ამას აქ რა უნდა? ჩამოვიდა დათო. ხედავ რომ ჩამოვიდა. აქ რა უნდა, აქ? რა გინდა? ვა, ირა. ისინი გაშიშებული? დიახ. რა საყვალელი ხარ, ბიჭო? მე მგონი რა შენ ისეთ კი არა გაშიშებული. აბა, ტანი გაშიშებული. რატანი? ტანი და თავი დაყვება თან. ო, ეგრეა. მიდი კაცო ერთი მოდი ერთი, გადი ერთი, მოდი ერთი. მომისმინეთ ხალხო. პიკნიკზე აღარ მივდივართ კაცო, ჰა? არ დავაგვიაროთ, აბა წავიდა. ელენე უთხარი. ხო, ბაბუა მეც მინდა წამოსვლა. ვა, ისიც მოდის? ხო, ჯერ რაღაც შეხვედრაზე ვარ და დამელოდეთ მეც წამოვალ. აღა, თუ ისიც მოდის, კაცო, რა გვეჩქარება, მარიკა, ჯერ ადრეა პიკნიკზე წასვლა, რომელი საათია? აჰა, ვერ ვისწავლე რა ჭკუა რა. მეც მაგას არ ვამბობ, რომელიც სწავლე. მიდი გედი. დახედე რა საათს და მე დაგეგმე რა ეს პიკნიკი რა. ირაკლიც რა კაი ადგილია. უკან წამოსვლა არ მოგინდებათ. მართლა? ხო. ან რომ მიხვალ უკან წამოსვლა აღარ მოგინდება? შენ ხო მართლა მოდიხარ ბიჭო? დიდი კაცები. კეთინო, სად არიან ბავშვები ესე ადრე რატო არიან სკოლაში? ძალიან ადრე წავიდნენ დღეს სკოლაში, ექსკურსიაზე უნდა წავიდნენ დღეს და იზოლდა ასწავლის რაღაც სალაშქრო სიმღერას. აი, შედა, მარტო უშვებ ბავშვებს? არა, რა მარტო ლაშა მიყვება. და თვითონ გადაწყვეტა? თვითონ ჯერ არც იცის. აი მე ხლა ვინ მოვიდა, მიდი ალაგ ერთი წუთი ვინ მოვიდა, იმდენი საქმე მაქვს. გინდა ეხლა ავიღო ჩემი მძიმე ტრიბუნა და გაჭირვებით შემოვიტანო? ჰა?
არა სანდრო, არა. არ წავიღებ რა. შეხედე? დედა, შეხედე. დავხვეწე. შეხედე როგორი ბორბლები, შეხედე, დაფრინა. სიგი ძალიან შთამბეჭდავია სანდრე. მოგეწონათ ესე. არა, ეგრე არ შეიძლება, ხო? ეხლა ნახე კიდე რას ვაპირებ რა. აი აქ პატარა შადრევანს დავამატებ. ხო. ესე ეხლა მიტინგებზე რო აქეთ-იქით წყალი არ ვატაროთ ხოლმე, სულ პირდაპირ დაამოვაკე. ხო და ეხლა გადავალ საქმეზე. რატომ მოვედი მე თქვენთან რა? მოკლედ დღეს მე გადავწყვიტე პარტია მახარაძე დემოკრატებმა რომ წავიდეთ და სოფლის მოსახლეობას შევხვდეთ, რომ სოფლის პრობლემები ხომ უნდა ვიცოდე. ხო და ეხლა რა მჭირდება მე თქვენგან? თქვენი დახმარება მჭირდება მე ძალიან. ხო, თქვენ ხო სოფლელები ხართ? ხო, ამბობთ სამტრედიაო, ხო და აი მეც თქვენ მოგმართეთ დასახმარებლად და აი რა ჭირდება, რა პრობლემები აქვს მითხარი? იცი რა სანდრო, სოფელში ძალიან ბევრი პრობლემაა. არა, ეხლა გეხვეწები, არ გინდა ეგეთი ლაპარაკი, ხო? ერთი მითხარი და ნაღდი. გზობა. არა, ეგ იცი როგორ მაგ. ეგ პრინციპში მოვაგვარე ეგ ამბავი. შეხედე როგორ არის ნერგებს ჩამოვიტან ბევრს. ხო და სოფელში აი ტალახზე რომ მანქანები ვერ გადადიან ხოლმე, ჩაუფენ იქ და ადვილად გადავა რა. ხო, რაღაც ფილმში მაქვს ნანახი, სხვათა შორის კარგი პრაქტიკაა დავნერგავ მაგას. ანუ მოგვართე ხო? შენ წვენს დაგისხამ. დამისხი. კიდე რა პრობლემებია? კიდე, რა ვიცი, პენსიები სანდრო. პენსიები? ხო. ანუ მეტი იყოს თუ ნაკლები? ესე იგი ორივეს მოწუხარ რა? კი, კოტიკოსაც და გოგისაც. ვიცი, მე თამარზე და ქეთევანზე გეუბნები. მაგათ უფრო მოვწონვარ ხო? გოგის და კოტიკოს ნამდვილად მოწუხარ თუ ბაბუაშენის ამბავი გაიგეს და იმ? არა, ნამდვილად მოვწონვარ. ნუ ეგეც გაიგეს. აჰა. და ეხლა რა ეტაპზე ხართ? აი ეს რა ქვია, გავუკეთე ის რომ ვითომ ორივე დაიბარე ერთად დგას და შენ არ მიხვედი, ჰა? არა? არა? და ის ვითომ რომ მოგწონს ეს გადახოტრილთმიანი ბიჭები, გადახოტრილთმიანი, ჰა? არა, და თუ არც ეგარი. და ის რომ ვითომ რომ ვიღაც გაწუხებს ტელეფონზე და ირაკლის ნომერი მიეცა, ჰა? არა? ბაიმე რა. ესე იგი მე ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. აქედან ფეხის გამდგმელია. რა? ელენე, ეხა ბაბუმ დამირეკა, მე მაგვიანდებაო, ისევ თათფირზე ვარო. ისევ ისინი საუბრობენო და რაღაც სათხოვარი გვაქვსო, მაგრამ სათხოვრამდე ჯერ ვერ მივიდნენ. მოკლედ მე დამაგვიანდებაო, თქვენ წადით და მეც მოვალ. და კიდე იცი რა მითხრა? ელენე გაიმართოსო, წელშიო. ხო. წავედი მე რაღაცებს ამოვიტან და წავიდეთ. მარიკა. აუ. საით ხარ? აუ. მეგურა. აუ. რა მაინტერესებს იცი? პიკნიკზე რამე გვაქვს? პიკნიკზე ახლა ვიყიდი საათისთვის რაღაცებს და კიდე რაღაცებისთვის რაღაცებს და მოვალ. აუ, სამწვადეც წავიღოთ რა და იქ შევწვათ. ვაიმე მარიკა, კუპატიც წავიღო. კარგი დათო, რა კუპატი. ვაიმე, კუპატი მინდა ძალიან. უთხარი რა, იხუწები რა, მიდი და გიხუწები რა. უთხარი რა. კუპატი წამოიღოს. ვეუბნები. აბა უთხარი. მარიკა, გეხვეწები რა, აი ძალიან გთხოვ, თუ ჩემი ხათრი გაქვს. კუპატი არ დამანახო იმ პიკნიკზე რა. კარგი რა, მარიკა რა, გიხუწები რა, წამოიღე რა კუპატი და ხო ესე იგი ესე ქათამი, ესე აქ ხაჭაპური თბილები აქ არის ვაი და შეცივდეთ მე ბავშვებს, ესე იგი ლაშიკო მომისმინე ახლა ექსკურსიაზე ბავშვებს მიაქციე ყურადღება. ხო იცი გიორგი სულ იზიკოსთან ერთად იქნება, მიშკო კიდე სულ საჭმის პარკთან. ხო და მოკიდე ორივეს ხელი და ანახე ის ციხე, თორე ისე ანახავენ და ანარა. მე რა მაინტერესებს იცი? აი, რა მინდა ახლა მე ბავშვების ექსკურსიაზე, ჰა? მე რას ნიშნავს რა გინდა ლაშიკო ბავშვებს ხო კაცის ყურადღება ჭირდება და შენ უნდა გაყვე. კაცის ყურადღება თუ ჭირდებათ, ხომ იყვება ის გეოგრაფიის მასწავლებელი? ვაიმე ლაშა, მე გეოგრაფიის მასწავლებელი იქნება სულ იზოლდასთან ერთად და ბავშვებს ყურადღება ხო უნდა მიაქციოს ვინმე. კეთება, შენ გაყევი რა. ვაიმე გიხვეწები ხა დამანებე თავი. აბა ეხლა კეთება, დაფიქრდი შენ. დაფიქრდი, ჩემი გაშვება შეიძლება ეხლა იქ. რამდენი ქალი იქნება იქ იცი? ვაიმე ლაშა, მე ყველა ვნახე, შევათვალიერე, შევამოწმე და შეიძლება. აი მე კეთება, გეხვეწები, გაყევი შენ რა. მე გავყვე? კარგი.
მე გავუყვები ბავშვებს ექსკურსიაზე. მაშინ შენ ეს იგი კარგად დაიმახსოვრე, სახლში დარჩები, დაალაგებ, დარეცხავ სარეცხს, ჭურჭელს, საჭმელს გააკეთებ პირველი, მეორე, მესამე ნამსხვრს გამოვაცხობ, მე რამე ტყილეულს ამოუტან ბავშვებს დაახვედრებ ნაყინი, შოკოლადი, ხილი. მე ესე იგი გაიქცევი საცხობში, ფული და ზეთი ამის სატანი, მე ისევ მოირბენ სახლში, მიაქცე ყურადღებას კოტიკოს გააცნობ იმ გოგოს ელენეს, ხო და მე ვიქნები ექსკურსიაზე. შენ რატო იქნები ექსკურსიაზე? მე წავალ კაცო, ვერ გაგ. ხო თქვით რომ მე უნდა წავიდე ექსკურსიაზე. ორივე ერთად ხო არ წავალ, რა თქვი ნახე ორივე ერთად რო წავიდე და. სიგიდაცო. სად მიდიან ექსკურსიაზე? რა მნიშვნელობა აქვს? როგორ არა აქ მნიშვნელობა. თუ მაქვს ნანახი უკვე მეორედ ხო აღარ ვნახე. ხო, ჩანთა უკვე ზად არის, აბა. კარგი ბატონო, წავედი, მაგრამ ისე კეთევან დედა უნდა მიყვებოდეს ბავშვებს ექსკურსიაზე, ხო? მაგრამ ხო ვილაპარაკეთ ამაზე და გადაწყდა რომ მე მივდივარ ამ ექსკურსიაზე. დაგატურე ამდენი კლიკები და ეხლავე მოგიტანთ. ბულბულსტენა ვარცინაზე. მოსტაცე და შევთავაზე. გიგი რა მოხდა, რაზე ნერვიულობ? არ ნერვიულობ. ეს ერთადერთი სიმღერაა, რომელსაც მაშინ ვიყავი, როცა ბედნიერი ვარ. მიყვარხარ თეონა. გიგი რა მოხდა? იუმორი რა. რა ლამაზია. აუ ძალიან დიდი მადლობა, გიგი. არა ეს მე მადლობა რომ მაქვს უფლება შენ ყვავილები მოგართო. ნაყინი გინდა? არა არ შეწუხდი არა მადლობა. შენ გიყვარს ნაყინი? კი. არ მოგაკლდება. ეხლავე მოგიტანთ. მოგეხმარები თეონა. აი, ეს თქვენი წვენი. თეონა. ძალიან მინდა რომ შემშობლებს დაველაპარაკო რა. პატივცემულ ბატონ ოთარის და უმშვენიერეს ხალბატონ დალის ხო. ხო, მაგრამ გიგი, ხო გითხარი რომ ჩემ მშობლები ერთად არ ცხოვრობენ? არა უშავს იქნება რამენერად შევხვდეთ და შევარიგოთ რა. პატივცემული ბატონი ოთარი და უმშვენიერესი ხალბატონი დალი ხო. ბოდიში გასახელებს ვერ ვიმახსოვრებ და თან ჩემ ათესავებს მინდა რომ გაგაცა. და ხო ვიცნობ შენ ათესავებს უკვე. მეგის ვიცნობ, სანდროსაც ვიცნობ. ბიჭო. კარგი, ხო გეხუმრე. თან რა არის იცი გეგი? არ მიყვარს ეს ოფიციალურობა. ხო. არც მე არ მიყვარს ეს ოფიციალურობა. მე შენ მიყვარხ. თან აი ყველაფერს თავისი წესები აქვს, ხო? ნათესავების გაცნობამდე ხელი არ უნდა მთხოვო? მართლა? ხო. თეონა, აი, რაღაც მინდა რომ გთხოვ რა. გეხუმრე, გეგი. ხო. არც მე არ მინდოდა ეს ნათესავების გაცნობა და ის. მეგიბებიან შემჭამა რა, ჩემ მამიდაშვილს მინდა გავაცნო თეონაო. აქ ხარ, თქვენ გენაცვალეთ, აბა სად იქნებით, ჩემო გვრიტებო, ჩემო ლამაზებო, როგორ უხდებით ერთმანეთს, ჩემო ანგელოზო და ჩემო თეო. ისეთ ბედნიერი ვარ, რომ კი არ დავდივარ. დავფრინავთ. გეტყობა ბებია. თეო, შემჭამა ჩემო მამიდაშვილმა, ჩემო ბიძაშვილმა შემჭამა. გინდა თუ არაო თეო გაგვაცანიო. მეგი, თეო, როგორც შენ გინდა, როგორც შენ გაგეხარდება. თუ გინდა ბებია დამიძახე. მეგი, მე მაინც მგონია, რომ ნათესავების გაცნობა ჯერ ადრეა. თეო, შენ ნათესავების გაცნობა, ის კი ნუ გონია, ნათესავების გაცნობა. უბრალოდ ჩემი ნათესავი ფიქრებიან, გაიცნობ და მორჩა. ხო, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ადრეა. გეგი, უთხარი რამე? მიყვარხარ თეონა. გახსოვს როგორ უყვარდა საზამთრო იუზო. გახსოვს თაბლის საზამთროს ესე კი არ გვაჭრევინებდა ნაჭრებად. აი ესე აყლებოდა და ჩამოყლებოდა ესე. და თუ სქელი ქერქი ქონდა რო გვეუბნებოდა ბიძიკო არ გადაყაროთ, მურაბა უნდა გავაკეთო. აი მე ზოგამახსენ. აი მე რა კარგი რაღაც გამახსენეთ ამრი. ამასაც მშვენიერი სქელი ქერქი აქვს. ხო.
ეხლა ამ საღამოს ესე დავჭრით წვრილად მოვაყრით. ბლომად შაქარს დავაყრით. ჩავადგამ ფანტასტიკური მურაბა გამომდის საზამთროს. ავიღები და წავიღებ 1-5 კილოს. მაინც ყვილა და 12 გამო. მაინც გააღერა კი არ გვაციან. სულ 12 კილო გამომდა. ისე უკან მოვიტან რა. აი მე დაიწუნა. მოდი, ცივი საზამთრო გვაქვს. მოდი, რა იყო, რა გჭირს? მოხვედი ბიჭო, რატო არ დაგვირეკე? დათო, როგორ ახლა? ბიჭო. დათუნა. დათი. გოგოს არჩევა გწოდნიათ რა. ნუ ეხლა რაც ვიცით. ხო. დაჯექი, მოდი. მირცი, აბა ეხა შენ. და მე მაგოგოს პატრონი რო ყავს არ იცით, ა? რა პატრონი ყავს? მარიკამ თქვა არავინ არ ყავს ელენეს. რა ელენე, კაცო, ანანოზე მამო. სად არის ბიჭი გამოიყვანე, დუეშუნა გამოიწვიო რა. კაი გადა. შეხედე, მაიმუნობის თავი აქვს და ამისთვის წამოვიდა სამაიმუნოდ ბათუმიდან თბილისში 6 საათი იარა. შეხედე რა მოუტანია. ოპა რა მაინდა. გამოგადგება. ჭუჭულს გავეცხავ. მოდი ერთი მომი. მიდი შენის მოყები როგორ ხარ, აშები. აბა ბათუმში რა ამბები როგორ ჩამო. თამრი მოდი თან ავალაგოთ. რა ამბავი ხა ისეთი არაფერი არ ხდება, ისე ვისია ყველაფერი რა. ერთი კი ვიფიქრე რომ ამ სამსახურს თავი უნდა დავანებო რა. მომბეზრდა რა. ხატა უნდა დავიწყო მეთი. გაიგე? დავიათ 1000 ტურისტი ჩამოდის. ერთხელ როგორ გაქვს. აი. მოკლედ დღეს ჩვენთან არის სახში ელენე. მაიმე? და პიკნიკზე გვეპატიჟება. ხო და ვიფიქრე თქვენი კოტიკო შევთხოვით ხომ არ შევახვედრო ელენეს პიკნიკზე თქო. ვაიმე დათუნა, რა გესიამოვნება, ცხელი ჩაი, ცივი ყავანა, წყალი, წვენი, რა ვიცი, რაც გინდა, საზამთრო. ფერი არ მინდა, წვენი ნამწუხარი. წვენი დანაც. კოტიკო, არ მოგერიდოს, აი დათუნა, ეს არის ჩვენი კოტიკო, შეხედე რა ბიჭი დადგა. თქვენ ხარ დათო? კი, გამარჯობა კოტიკო. გამარჯობა. დაჯექი. აბა, რა შეგვისწავლობ ამ თავრებს იწყებ თუ როგორ არის? აბა, ვიცი, 1-2 წელი დამრჩა და მანამდე მომიწევს აქ ცხოვრება. გინიცვალე, შიგირე. იცი მე ზღაპრები. ის მართ როგორ ყავს, ა? მე კარგი რა დათო რა არის, ვერ გავკითხა რა. მაიმუნობის დროა? რა? მიშლინერვებს. თამრი. რა. ვახო. არა კაცო, რამის როგორ ყავს? კი, გავს. გენეტიკა ძლიერი გვაქვს. ხო. მარისი ვახუსაც ყავს. კარგი, აღგნათა, წავიდე კეთილნას. არა, სადმა წახვიდე, მოიცნე საქმე გვაქვს. ისა დათუნა არ შემიძლია რო არ გითხრა, ჩვენი კოტიკო არის ძალიან ნიჭიერი, განათლებული, მოწესრიგებული, არაჩვეულებრივი ბიჭი, ნებისმიერი კროსვორდი მიეცი შეავსებს. ხო. კითხებს არც კითხულობს, პასუხებს ისე წერს. კარგით რა თამრიკო დეიდა. გენაცოლოს დეიდა. ზოგჯერ ხო კითხულობ ხოლმე კითხებს. და იმას თუ აკეთებ შენ ესე წერტილები რო უნდა შეერთო ერთმანეთთან და იხრი რო გამოდი. აი მაგაზე ამერიკელი ფსიქოლოგები სხვათა შორის ამბობენ მაგ ნახატებს. კარგი ბიჭო, ხა რა სეპოტინები ამერიკას და რაღაცა ჯარდა რა დგინდა ხა რა ამერიკა აგერ ყურის ძირში არის არაჩვეულებრივი გოგო და მიხედე ელენე ყოფილა მარიკასთან. და რა ვქნა ეხლა მე? გამოვიპრანჭო და ვიყიდო წითელი ხასხასა ვარდები. ეს როგორ არის? ეგ ეტაპი ჩვენ გავიარეთ უკვე კოტიკოს შემომისმება სულაც. ესე იგი მოგწოს შედერე. რა ვიცი. ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ აი მე თუ კარგი გოგოა რაღა, მაგრამ რაო და თორა სამბორდი რა ელენეო რა შეხვედრა რა კეთილიო. რაო და მოკლედ რა ელენე დაგუპატიჟა მე მარიკა ირაკლი ხო მარიკა ხო თქვი თაჩი არავინ არის იქ
პიკნიკზე. ყველა. ჩვენ მარტო. მოიცა თუ თქვენ მარტო მიდიხართ პიკნიკზე და მოიცა კოტიკო როგორ უნდა შევახვედროთ? შემთხვევით როგორ ბიჭო? შემთხვევით როგორ? აგვიხსენია. როგორ და? გავიგე. რომ ვითომ? ვითომ? მართლა როგორ გავს ვახო? აი მე კაცი ახარა. შედი ეხლა მიდი ნუ წვიტა ამბავს გაგწე. მარიკა ხო თქვი? მარიკა თან პირველივე. მოდის მარიკაც ირაკლიც. ელენეს. მოსწონს. თურმე. მონადირე ბიჭი. რაიმე დედა დათო ეს რა მითხარი ხლა სად ნადირობა და სად ჩვენი კოტიკო? ეგრე ხა სად კოტიკო და სად ელენე? და მოიცა სად მიდიხართ? სად მიდიხართ აბა? მიდი ეხა და სამაგიეროდ სანაცვლოდ მე რას მივიღებ ადგილმდებარეობა რომ გითხრათ ზუსტად? გისმე აბა. კუპატი გაქვთ თქვენ? კუპატი არ მაქვს, მაგრამ აბა ახლა იცი რა იუზას სანადირო თოფი და იუზას სანადირო ფორმა. წამოდი კოტიკო უნდა ჩაგაცვა. წამოდი. მუსე ეგ ფორმა და სანადირო კარგია, მაგრამ ეს გაქვთ ასახვევი თუ აი მე კარგი რა ეხა იუზა შენგან ამას იმს როგორ უხმარი დათო დათუნია დადი მიდი ჯერ ფეხსაც მენი გადაგდები ჯორჯი გინდა დათო რა შვები რა უკარო გავაგნოთ გზას ადვიდათ იმას და აი შენი ქმარი რო არ დაიკარგოს აბა ადგილზე რა სიტყვით არ ჩვენი ადგილი არ გავჩერდით ირა მე შენ ადგილას არ ავჩქარდებოდი აბა ერთი კარგად მიეხედ მოიხედე იქნებ უკეთესი ადგილი იყო მიდი კაცო ერთი რა მაიმუნობ რაღაცას რა წადი შეშა მოაგროვე შეშა ცეცხლით დავანთოთ მიდი რა მოაგროვო შეშა რა დგინდა ირა ბატონო ჰა რა დგინდა ირა ცეცხლით უნდა დავანთო ხო მეთქი კაცო ხო შეშა შენ რა კისერი ხო გაშეშებული ის და მიდი ერთი რა მიდი გადიმოდი რა მიდი რა ირაკლი ჰა ეს რა ჩანთა წამოგიღე რა ჩანთა წამოვიღე ბეღურა რაც დამიწყეთ ის ჩანთები წამოვიღე კაცო შეხედერები და სქვები დევს შიგნით დათო მიდი მიხედე ამ ჩანთას შენ მიდი ვერ ახარ შენ რა ვერ ახარ რა ქვები ჩამიწყე ჩანთა რა გაივარჯიშებ რა გავივარჯიშებ ამ ქვას რო დაინახავ რატო გიждები ხოლმე კაცო აბა მომწერა რაო ვეღარ მოვდივარ აღარ დამელოდოთო რაო თხოვნამდე კი მივიდნენ მაგრამ ორი თხოვნა გვაქვს და ჯერ ვერ გადავწყვიტეთ რომ აი რა და εμείς იმედი მქონდა რა მე კი კუპაც წამოიღებს ხო ეხლა რა ვქნათ ოკაი აიცი ვაი მე რა შეხედე აი ხედი რა ზემოთ არ წვია თუ გედი აი ხედე ვინ გედი ვერ ახარ შენ სადავი მიდი რა გეხოცები ახლა რა სადავიხედო გაშეშებული ვარ კაცო ზემოთ აი ხედე რა ირა კაი მოიცა ერთი წუთი რა არწივი ქორია ბიჭო ქორია მომეწყელი ქორი რა მნიშვნელობა ახე რა როგორ ნარნარა დაფრინავს რა აი სუმიდო და სხვათა შორის ასე მეფრინა იმით რა ქვია კაცო იმასე დელტა პლანი მე ვიფრინე შვეიცარიაში ძალიან მაგარი იყო აი შეხედე როგორ მაღლა დაფრინავს მიდი შეხედე აბა უყურე აი სუმიდო და ესე მაღლა რომ მეფრინა იმას რა ქვია კაცო ეს თუ არის საჰაერო ბურთით მე ვიფრინე მაგით საფრანგეთში და ეგეც ძალიან მაგარია მაგრამ ის ერთი ოცნება მაქვს და ჯერ ვერ ავისრულე ბანგი ჯამპინგი მინდა ძალიან ვინა აი სიმაგრიდან რო ხტები და დიდი სიჩქარით რო ეშვები ხო ეგ მაგარია ეგრე მეც ვიფრინე მართლა ხულოში
ხო? დედაჩემ სავეპარე ბლისხეზე. ხო და მე მოსვლა თურმე მე ვერ შევამშვიდე და დამიკვირა რასაკეთებოდა შემეშინდა და წამოვედი. აი იყო ბალი ჯამპინგი. ხუდოში. სხვადასხვა ძალიან მაგარი. რატო? მიდი რა მწვადისთვის ცეცხლი დაანთე რა. იქით. აქ. იქით. აქ. ხო. აქ. ხო. იქით. ვახ ირაკლი დგას და ირაკლი და. მოიცეთ შენ ჭირიმე რა. ხო ხედავ სულაც თავარ რა ნუ მიშინ ევროს ნუ მაიმუნო. წამოდი ცეცხლი დავანთო ჩვენი ერი ადგილი ვნახე იქით. წამოდი. მარიკა ისე რა საყვარელია რა დათო? ირაკლიც უმაგას ამბობს. აი, ნახე დედიკო. გინდა ეს საწოლი ვიყიდო შენთვის. შენი მოსაწონი ხო არაფერი არაა. ვერაფრით ვერ გავიგე სად შეიძლება მიდიოდნენ რა პიკნიკზე რა ეს ძვირიანი ტყეები ყველა შევამოწმე ყველა გავიგესა და რომელში იქნებიან რა ვიცი მე რა ვიფიქრე იცი გაბატონო აი მე სად წავიდოდი თქო რა მაგრამ აქ ხრიოკში რა უნდა თქვი ბაბუა ჩემას ირაკლი არ იღებსო ჩემ ნომერსო მაგრამ შენ არ ინერვიულო გვინო რო გავუთავდება თუ ირვის ტელეფონს არ აიღებს მაგასაც ვნახავ რა ვქნა არ ვიცი სად არიან ვის ვკითხო რა გავაკეთო არის მე რა თქვენ ვიცი რა იცით გაბატონო ადგილი. მაინც გეხვეწებით, ეს არის თავის სიტყვები, დაალაგეთ და წინადადებაში მითხარით რა. ანუ ვიცით სად არიან და მეტყვით? მითხარით, უნდა წავიდე, გული მეუბნება რომ უნდა წავიდე რა. მეც უნდა წავიდე. თქვენს გული გეუბნებათ? არა გოგი, ჩემა ექიმა მითხრა ამ ბოლო თვეებშიო, რაც შეიძლება მეტი ისე ირნეო ბუნებაშიო, ჰაერზეო და უნდა წავიდე. ესე იგი, თქვენ ხა იცით სად არის? მეტყვით ჩავალ იქ ელენეს ვნახავ, აუ რა მაგარია რა, დიდი მადლობა გაბატონო რა. აი, არ ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა. გეტყვით. თქვენ ჩემს ქორწილში თუმცა ვიწოწრეში ვაკეთებ. ჩაატყი ჩეჩეტიში. წავედით, აბა. სად არიან მითხარით, ალბათ. დაქოქა მანქანა ჩემი წავიდა. ირაკლი მოდი რა გადავიღო. მოიცა რა გიხვეწები, მოიცა მარიკა რა. რა შეგეთებ შენ კიდე რა? კიდე არა გაქვს შამპურები მზად კაცო. თუ ჩაიწვა ის ცეცხლი რაღაც მინდა მე ეგ შამპური რა. თუ ერთელი და ვერ აკეთებ, იმუშავე რა ქვით რა. ქვით გათალე, ხო იცი რომ ქვაზე მუშაობ წესი. პროფესორო გეურო. აბა გამიყავდი თუ ეს კაცი. მიდი ერთი რა, მიდი რაღაცა რა, მიდი რა. მოიცალე. ეს ვინ არის? გამარჯობა ირაკლი ბიძია. ერთი წუთი. ვა! გოდიკო, როგორ ხარ? შენ რა ნადირობ? რა ვიცი, ესე გადაწყდა. გამარჯობა მარიკა დეიდა. გაგიმარჯოს გენაც. დათო. ბიძია. და ელენე. დეიდა. აი, ეს სანადიროთ წამოვედი და შემთხვევით თქვენ საკ ყოფილ ხართ. ხო და კოტიკო, და ეს შემთხვევით ვინ გითხრა მაინც რომ ჩვენ აქ ვიქნებოდით? იცი შემთხვევით. ინტუიცია. კოტიკო, შენ ნადირობა გიყვარს? კი. არა და მე არ მიყვარს ბიჭები ცხოველებს რო ხოცავენ. ეს ესეთი მონადირე კი არ არის. ეს სხვანაირი მონადირე. აი მაგალითად ეს რო ხოცავს ცხოველებს, მე უშვებს. ხო, აი უშვებს და გარბიან ხოლმე. და შენ აქ მარტო ხარ? კი. მარტო ვარ. მოიცა დეიდებმა გამოგიშვეს სანადიროდ? დეიდებმა გამოუშვეს. გეყო სახში მარტო ჯდომაო. წადიო და შენ თვითონ მოიპოვე ახლა შენი სარჩო სადბადებელიო. მისცეს მერე პურის ყვა და ერთი წუთი რა შენ შემოგელი რა. ერთი წუთი რა. ყვა კი არა რაღაცა სხვა მოიტანა რა არის? ეს რა ეს ხო? ეს ისე. კარგით რა ვერ ხვდებით? მე ვერაფერს ვერ ხვდები ელენე. შენ ხვდები რამეს? რა არის რა მოიტანა? ეს
ეს მიზანში სროლას ვწავლ. აჰა. აი ესე. გავისვრი და მე ხო? კი გაც. ცეცხლი რა, კარგი რა, კარგი. მიხედე მე კაცო, მიხედე. კოტე შენ ახლა დარწმუნებული ხარ რომ დეიდებმა მარტო გამოგიშვა? მოდი თამრი აქეთ შემოდი ვაიმე მე მგონი გამოვედით ვაიმე რა კარგია ვაიმე თამრი შეხედი აქ რა ამხელა სოკოებია თარამხელები თქვენ რა არის ახლა უკან მოვყვები ესე იგი ჩვენ მოვყვები თქვენ უკან ვიცი ხო ელენე როგორ ახარ? რა არის ცხოვრება? აი რა არის ცხოვრება და ბედი. ბედმა აი საჩი ახვედ რა კოტიკო და ელენე ერთმანეთს. რა მინის სიზმარი უფ ისე მე მგონი მართლა არსებობს რაღაცა. კარგი იყო ელენე. მე მივხვდი ყველაფერს გამატარიშვილო. კარგი. ჩვენ წავალთ კაცები წვაც მივხედავთ, ქალებმა აქ დანარჩენებს მიხედეთ, დანარჩენ საქმეებს. მიდი, წავედი. გამი. ესა. კოტიკო, მიდი შენ კაცებთან გადი, მიდი კაცებს გაყევი, მიდი. საწაიღო იმან ეს გურგინი 2 საათი ვაკეთე. ხელები დამეგლი და საწაიღო ეს გურგინი. კეტინო, შეხედე როგორ კეცავს. ვაიმე, თავს გვაწონებს. იცის რა, კაი ეშხიანი გოგოა. შვენიერი წინვალე. გამარჯობა. ხართ. გამარჯობა. ელენე, როგორ ხარ? კარგად. აი, თევზაობდი და. გოგი, როგორ ახარ შენ გენაცვალა? ვაიმე, გოგი. კარგად, მადლობა. კარგად. აი თამარ ქეთევან, მე მგონი კიდევ ერთი რაღაც არსებობს. საჩა გვახვედრა მე და გოგი ბედმა ერთმანეთს. გამოვიდა რა მიხედეთ მეთქი მყაც თქო. გოგი, გამარჯობა. შენ აქ საიდან? რა, თევზაობდი და. შემთხვევით ელენე. ეგ რა მოიტანე? ეს რომ მოვდიოდი შემთხვევით ჩამოვარდა ციდან. და მეთქი რას მანიშნებს მეთქი და აი თურმე შენ უნდა შეხვედროდი და აი ეს შენ. გოგი, და აქ ახლოს მდინარე არსად არ არის და აი ეგ თევზები სად დაკრიფე? თევზები ჩამოვარდა არა ხო? ნუ აი მოიტანე და. ვაიმე და. აი რა გიწია. შენ აქ რა გინდა ბიჭო? ძალიან მაინტერესებს. თევზის დასაჭერად წამოვედი. თევზის დაჭერა არ ვიცი, მაგრამ ეხა შენ კაიჩიც დაიჭერ. ზუსტად. თუ არ მეტყვი ვინ გითხრა აქ რო ვართ? ვართ რა, ელენე რო აქ. წვადი, ირაკლი. დათო მიხედავს. ვის უნდა ეთქვა რა, მე თვითონ წამოვედი ჩემი თევზის დასაჭერად და შემთხვევით. გოგი, კაცები იქით არიან. შეხედე ჩვენთვის უკვე გასაგებია ვინც უთხრა. შეხედეთ ვინ მობრძანდება, შეხედე მონარნარებს. გამარჯობა ვაიმე, ნონა, ეში უნდა ხდებოდეთ ერთმანეთს. ნონა, რამდენი ხანია არ მინახი ხარ. გამარჯობა, გაკოცო. მოდი დაჯექით, ლაშიკოს ყოველდღე ვაბარებ შენთან მოკითხვას, მაგრამ გულმა ვიწყია და ეთყობა. გამარჯობა ელენე. გამარჯობა. ბაბუა სად არის კი არა? როგორ არის? კარგად, მადლობა. გამარჯობა თავტონონა. გამარჯობა მარიკა გენაცვალე. შენ აქ საიდან? მე საიდან და ჩემმა ექიმა მითხრა ამ ბოლო თვეებშიო ბევრი მოძრავეო ბუნებაში გადიო საერთო ტყეშიო ხო და მე გოგი მოდიო და სათევზაო და გამოვხდები მე აი თაზე იქი ციხე რო არის კი დავინახე პეპელა ვიფიქრე დავიჭერ მეთქი ხო და დაეშვა ეს პეპელა დაღმართზე მივყევი მეც ამ ჩემი მუცლით თავი ვეღარ შევიკავე და აი აქამდე ესე ჩამოვედი ისე მარიკა იმ ციხის დათვალიერება მეც მინდა და წავალ ხო? წადი მიდი. აი და მალე მოვა. მე ელენე აუცილებლად უნდა ნახო, მეც მოვალ ეხლავე ამოვა. ელენე არ მანერვიულო ოღონდ. აი მე ელენე რატომ მიდის მარტო კოტე? კოტე! კოტიკო! კოტიკო! სმის. კოტიკო! რა გაყენი გოგოს? თაბირანგი და მომეცი. დროზე წინი ხურე. ამას უყურე.
გამიხეთ გაგული. მე მსუგური, ამა. მიყურე ახლას ღარბივი. ხო, მეც წავალე, აი იმ ხელაციხესთან ერთი მდინარე როგორ არ იქნება. ვაიმე დედა ერთი წუთი დავჯექი და არ მასვე. მეც უნდა ავდგე. გოგი დამელოდე მეც მოვდივარ. თხილად ვაიმე. მალე მწადი იქნება მზად და მოდით ხო დროზე? აუცილებლად გოგოებო დროებით. გოგი, მადის უნდკე. კარგი ჰაერია. აი მე არა და ეს გოგი რა კაი ბიჭი. რა ვიცი, მე ძალიან მომწონდა და ნეტა რა ეშველებოდა ეს გოგო რო არ გაეცნო, არა ამ გოგის ესე იგი. ვაიმე! არი ვირმე აქ. მიშელეთ! რა ხდება? მიშელეთ! თქვენ რომ ვაიმე არა ვაიმე. ვინ ახარ შენ? ერთობა რა თამარ. ხე როგორ ცვლის ხო ადამიანს? მოდი აქ დამენახე კარგად. უი, ლაშა. შენ საკა ხარ კაცო? სახში მგონია ხალხო თავი. სახში მგონია თავი რა. ისახავით. თქვენ აქ როგორ რა ლაშა. ხო ხედავ ახლა ვერაფერს ვერ გეკითხები ძალიან ცუდად. ბავშვები სად არიან? სად არიან? ბავშვები ავტობუსში და მე გამასტრო. რას ქვია ავტობუსმა გაგასტრო ბიჭო, ბავშვები განდე, რას ქვია მამა ხარ ბავშვებმა? ვაიმე ტელეფონი თან არა მაქვს, რა გავაკეთო? ტელეფონი მიეცი ჩემ და ტელეფონი. მომეცი და ხოზე. ვაიმე მომეცი როგორ? მოიცა ეწუთი, აქ მე მგონი არ იჭერს და მიდი. გამაგებინე ავტობუსმა როგორ გაგასწრო ამ ხელაკაცს. როგორ გამასტრო და გავაჩერეთ ტყის პირას ავტობუსი გააჩერეს რომ დავისვენებთო. ჩამოვედი მეც მეთქი ახლა იქვე გავისეირნებ მე. ხო. და იქვე ვაპირებდი ჯერ გასეირნებას რა. ხო და. მე კაცო ახლა ვიფიქრე რომ ახლა აქ არ მინდა გასეირნება რა თქმა უნდა ყველამ რომ დაინახოს როგორសេირნობ მეთქი და. ცოტა ირეკლი. ცოტა ახლა გვერდზე გავედი რა. გვერდზე, მაგრამ მე მივხვდი რომ იქაც დამინახავდნენ როგორសេირნობდი და. ესე შევედი უფრო ღრმად. შევედი ირეკლი. ხო და მაგრამ მე ახლა იქ ღრმად რომ მივხვდი რომ აქაც მხედავდნენ ამសេირნობას. ხო და როგორសេირნობდი და ასეសេირნობი ცოტა უფრო ღრმად შევედი და მე როგორ მოვიდი აღარ დავხვდა ეს ავტობუსი. გასლაპარაკე. აბა. აი ესეთი ვარიანტი იყო. და გაგასწრო. ავტობუსმა გამასტრო. გადავყევი ამ ჩემსសេირნობას. ო. არა და იცი როგორ დამწყდა გული რა. როგორ დამწყდა? რა კუპატი ქონდა იცი იზოლდა მასწავლებელს სამოხარო. აბა კუპატი? აუ, წამომეღურა ეს კუპატი რა. ვაიმე, დიდი რა ცეცხლი მიხედე რა. ისე ლაშა ყოჩახ. ეს გასეირნება კარგი რამე გამახსენე, გამატარეთი. ვაიმე, ყველაფერი კარგად არის ბავშვებს, ველაპარაკე კოპიო მამამისი, ორივე როგორ დაისგავსა, მამამის არც ერთი მე არ მგავს. ესე იგი, კარგად ვართო, არც გაუგიათ მამამისის არ ყოფნა ავტობუსში. სხედან და თურმე კუპაც ჩამერა. ვაიმე, დიდი მადლობა. ვაიმე. დააბრია ტერასში. ბორბლები. დილით ჩავედით მე და სერგო. ხო, ამ სოფელ ხალხს რო შევხვედროდით რა. ხო და სანამ არავინ არ იყო, მეთქი გავახარებ ამ გლეხებს, პატივს ვცემთ ხო და ბარი ავიგეთ მე და სერგო და დავიწყეთ ამ მიწის დაბარვა. ამ ხელა საქმეს ვაკეთებდით. ხო და უცებ გავიხედე, აქედან ერთი მანქანა მოგვადგა. იქიდან მეორე მანქანა მოგვადგა და არ დაიწყეს სიგნალი. ხო, ისევ, რას აკეთებთო, კაცო, გზას გვიბარავთო? ხო და მე ესე კიდე ხალხი გამოცვივდა და მეთქი რას აკეთებთ, ხალხო, თქვენ გეხმარებით ხო და აუ, ეხლაო, შენოც, განახებო, სადაც ვიწრო იყო, იქო გაწყდებაო. მიდი გასო. მთელი ეს ხალხი არ გამოგვეკიდა? რას ამბობ? სანდრო და ვერ მიმართე ამ ხალხს, რამე ვერ უთხარი? ვაიმე, მარიკა, ხო, გაურბოდი ეს ტრიბუნა ხო მეჭირა და გაურბოდი, ხო, შუაგზაზე გავჩერდებოდი, დავდგავდი ამ ტრიბუნას და ვეუბნებოდით, რა შვებით, ხალხო, დაწყნარდით თქო, მახარაძე დემოკრატები და მეც ვეღარ ვასწრებდი, მეწეოდან ისე მე გაურბოდი და მივიბოდი ხო. ვა. როგორ დააღწიმენი თავი? სერგო. ასამ, სერგო მიშველა, კაცო. რაო და ბატონო სანდრო, შენო სამშობლოს პარტიას და ხალხს სჭირდებოდი. ხო და შენო მიდი მოკურცხლე აქედანო და მე შევაჩერებ ამ ხალხსო. მე თავიდან რა თქმა უნდა უარზე ვიყავი. უარ დავტოვებდი სერგოს. ხო და მე
სერგომ არა გინდა თუ არა შენ წადიო. ხო და მოკლედ დაიძახა სერგომ ტატატატაო და გაიქცა ხალხისკენ და მე გამოვიქეცი აქეთ მოკუწე. კარგი, გავიგე. ტატატატაო გასაგებია. ჩვენ როგორ მოგვაგენი სანდრო, ჩვენ. ხო და რომ მოურბოდი ამ ტყეში დამწვეს სუნი ვიგძენი და გამოვყევი. ვაი, სუნი, წვადი. დადო მწვადი. კოტიკო მწვადი. კიდე მოგდო, ეხლა დამელოდეთ, მოიცად. აი ირაკლი ტრიბუნას ამოდის. ანანო. ისენიც მორბია? არ ვიცი. ფაგოდია რა, დაიწყა ეს წვადი რა. მარიკა. აბა ხარდა, აბა თუ მიხდები როგორ მოგაგენით? მე არ ვიცი. არ ვიცი, მარიკა. და ეხლა მოვდივარ მარიკა შეხვედი და წამოვედი პირდაპირ და მარიკა, აბა თუ იცი მარიკა ვის ხვდებოდი? ანანო, ეგ უფრო არ ვიცი. მარიკა, შენი გვარი სიამაყეს. ხო, ჩვენი ორგანიზაცია შევხვდით, ძალიან ბევრი სალაპარაკე იყო და სულ მე ველაპარაკა. მარიკა, ხმარ ამოვაღებინი არავის და ისე სიამოვნებდა ჩემთან საუბარი, არ გამოგუშვა და იმდენი ველაპარაკე ნახე ხმაზე რამჭირს ჩამიწყდა. აი ხა ხვდები, რატომ ვერ წამოვიდა ის კაცი ჩვენთან ერთად? და ეხლა თავარი რა იყო იცი მარიკა? ორი თხოვნა გქონდა ასე მივმართეთ მას, მაგრამ საქმე იმაში იყო რომ ეს ორი თხოვნა თავისი არსით ერთმანეთს გამორიცხავდა მიხვდი და აი ვერ ხვდებოდით რომელი გვეთხოვა. და ამ კაცმა რა ქნა? რა? ორივე თხოვნა დააკმაყოფილა და თან ისე მოაგვარა რომ ეხლა აღარ გამორიცხავს ერთმანეთს. ვა, ანანო. ის გიდა მწვადი? მწვადი და თომ დღეს რა დღე არ გახსოვს ხო? შაბათი. შაბათი და თო დაგავიწყდა. 1 წლის წინ ჩვენ შევთანხმდით რომ დღევანდელ დღეს უნდა გვეჭამა კუპატები. რა კუპატები? აი გამოგიღე. რატომ? კუპატები. ვაიმე, გათო კუპატი, რამა ხარი. ირა, ცეცხლია ჩაახრო. ვეღარ დავდივარ, აღარ შემიძლია. რა იჩემეს ეს ციხე კოშკი. ვაიმე. ესეც მოფრენილა. ფრთხილად იყავი ნონა არ დაგინახოს დაგიჭერს. ხო, სად არიან ქეთევანი და ლაშა? არ მოსულა? არა. სადადიან? მე ვერაფრით ვერ ვიპოვეთ. არა ლაშა. ორავი. ოკაი, მე-6 კუპატის შეჭამები. რა კაი, ერთ წელი ველოდი ამასას. გამაგებინეთ, სად არის ეს ჩემი და ჩემი სიძე? სად არიან, სადაც? არა, ვერაფრით ვერ ვიპოვეთ, არა ლაშა. დამსვიეთი რა. ვერ ვიპოვეთ. ბოლოს როგორო? აჰა, შენ 1000 დოლარი და არ შემჭამოთო. გუდი ის მოუყევით ის არ იგდოდი გალბატონო ნა? ო დამსილაშა. ეს კოტიკო სად არის? გოგი? არ მოსულან? ვაიმე, რო ავდიოდით ერთმა თქვა ამ გზით ავიდეთ უფრო მოკლეაო, მერე მეორემ თქვა არაო ამ გზით ავიდეთ უფრო მოკლეაო და მერე დაინიძლოვდნენ ერთმანეთს და სად წავიდნენ არ ვიცი. ჩვენ პირდაპირ ავედით და იქ არ ამოსულან. ვაიმე, დაიკარგა კოტიკო, ეხა დარეკავს ბაბუამის გაგიჟდება, დაიწყებს ჯიჯღის. ვაიმე, დაიკარგა გოგი და დანარჩენი რაც შენ თქვის. რას შევუკეთავთ? ერთი წვენი გენაცვალე, ერთი ხაჭაპურით შემოსაყვარელო და ერთიც მოტანისას ეგ დატრიალდი. მოხვედით ხალხო, თქვენ გენაცვალეთ, ყველა მოხვედით. ჩემი ბიძაშვილები, მამიდაშვილები, დეიდაშვილები. მამარა, გოგო, შენც მოხვედი? რა ვიცი, კარგად მოგეწონა. არაჩვეულებრივი გოგო, არაჩვეულებრივი. ჩემო ნათესავებო, აი ეს არის ჩვენი თეო. დატრიალდი?